ეს იქნება ხანგრძლივი და მძიმე შეხვედრა. სამწუხაროა ის ტენდენცია, რომ მთავარი პირობების წამომყენებელი იქნება ტრამპი და პუტინი და უკრაინესა და მის პრეზიდენტს მათთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. ასიაფასებს სამშვიდობო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესებს ისტორიკოსი შალვა თავაძე. მისი თქმით, აშკარად იკვეთება ამერიკის ეკონომიკური ინტერესები. ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტის ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სულ მალე უნდა მოხდეს საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე შეხვედრა ალბათ მასა და პუტინს შორის. აქ ერთი სამწუხარო ტენდენცია არის, რომ უკრაინის საკითხს და ეს ჩანს უკვე, რომ უკრაინის საკითხი წდება უკრაინელების გარეშე, რომ აქ თავარი მოთამაშეები იქნებიან. ანუ გარკვეულ პირობებს წამოაყენებს ორი მხარე, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი და უკრაინის პრეზიდენტს კი მოუწევს ანგარიში გაუწიოს ორივეს პოზიციებს. ახლა რაც შეეხება ბოლო დროის განცხადებებს, რომელიც უფრო ეკონომიკური შინაარსის მატარებელია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, აქ ერთი რამ აშკარაა და ჩემთვის მაგალითად მოულოდნელობას სულადაც არ წარმოადგენდა, რომ ამერიკას ეკონომიკური ინტერესი ექნებოდა უკრაინაში. ჯერ თავისთავად შინაარსია ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრების წესი მაქვს მხედველობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო ბიზნესის სამყაროა, ვიდრე ჩვეულებრივი სახელმწიფო. ბიზნესის მენტალობაზე არის აგებული პოლიტიკური ცხოვრება ამერიკაში. შეიძლება ამაში ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ თუ ჩვენ თვალს გადავავლეთ მცირე ომის ეპოქიდან ამერიკის შეერთებული საგარეო პოლიტიკურ კურსს, მის მისწრაფებას ჰქონდეს გავლენა მსოფლიოში, აქ აშკარად არის ყოველთვის მისი ბრძოლა გავლენის სფეროებისათვის, ეს არის ნედლეული წყარო იქნება თუ გასაღების ბაზარი იქნება. ხო, ამით განსხვავდება ეკონომიკური ინტერესით განსხვავდება ამერიკული იმპერიალიზმი რუსული იმპერიალიზმისაგან, რომელიც უფრო მახინჯი ფორმა არის იმპერიალიზმისა, იმიტომ რომ რუსეთისათვის მთავარი არის იბატონოს სივრცეზე, ეს არის წმინდა მონღოლური მენტალიტეტი და აქ სასიკეთო საერთოდ არაფერი არ ჩანს. ცოტა შელამაზებული არის ამერიკული იმპერიალიზმი და აქაც კარგად ჩანს ბიზნესი არაფერს არ დათმობს თუ არ მიიღო. ამის სიტყვებშიც ეს იკვეთება, კი ბატონო, დავეხმარებით უკრაინას, ოღონ გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს ხედავს ამაში და უნდა მიიღოს კიდევაც ეს ეკონომიკური სარგებელი. სხვანაირად არ იმართება ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური პოლიტიკა. ნუ ჩემს სამწუხაროდ ჩემი შეხედულება ყოველ შემთხვევაში ეს არის.